გადაწყვეტილება დაგვიანებულია ივანიშვილის მხრიდან, იმიტომ რომ ჯერ კიდევ 4-5 თვის წინ, როდესაც თავისუფალი დემოკრატები კრიზისის ნიშნებზე საუბრობდნენ და მთავრობის შეცვლას მოითხოვდნენ, მას მერე ეს დრო დაიკარგა იმისთვის, რომ ქვეყანა ანტიკრიზისული გეგმით მოძრაობა დაეწყო. ეს ნიშნავს იმას, რომ უფრო მეტი ადამიანი გაღატაკდა და რეალურად ვერაფერი ნაბიჯი ვერ იქნა გადადგმული იმისთვის, რომ ამ კრიზისისთვის ქვეყანას თავი აერიდებინა. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ახალი მთავრობა დაკომპლექტდეს, მთავარია არის ის, რომ მთავრობის თავმჯდომარე უნდა შეიცვალოს და რეალურად არაფორმალური მმართველობა დასრულდეს. თუ კი იგივე მთავრობის თავმჯდომარე დარჩა, მაშინ ბუნებრივია არასერიოზული ბასტიბობო ჩვენ მთავრობაში გაგრძელდება და ეს არ დაეტყობა არანაირად ჩვენს ეკონომიკის გაჯანსაღებას. ალბათ მნიშვნელოვანია უნდა ვთქვათ, რომ ერთადერთი სწორი გამოსავალი იქნება, რომ თავად დაბრუნდეს ბიძინა ივანიშვილი, არაფორმალურ მმართველობას დაუსვას ბოლო და მიიყვანოს ქვეყანა შემდეგ საპარლამენტო არჩევნებამდე და შემდეგ უკვე გადაწყვეტილებას სწორედ საქართველოს მოსახლეობა მიიღებს. ჩვენ თავისუფალი დემოკრატები ისევ რა თქმა უნდა იმ პოზიციაზე ვართ, რომ ქვეყანამ უნდა სცეს და ხალხმა პატივი კონსტიტუციას, იმ ვადებს, რომელიც ასახულია კონსტიტუციაში და ჩვენ არ ვთვლით, რომ საპარლამენტო არჩევნები, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იქნება ამ ეტაპზე გამოსავალი.